Ხელდამცველები პარლამენტის შენობის წინ პირველი წუთებზე გამოჩნდნენ ეს მას შემდეგ რაც აქციის ლეგიტიმური ვადა ოფიციალურად ამოიწურა. შეგახსენებთ რომ აქციისთვის ვადა საავადმყოფოს კრების ორგანიზატორებს დღეს 12 საათამდე ჰქონდათ. აქციის დაშლამდე მერიის წარმომადგენლებმა საავადმყოფოს კრების აქტივისტები ოფიციალურად გააფრთხილეს, რომ მათი სანქცირებული აქციის ვადა 25 მაისის ღამის 24 საათზე ამოიწურა. ეს შეტყობინება მერიის წარმომადგენლებმა პირადად გადასცა საავადმყოფოს კრების ლიდერებს. გაფრთხილების მიუხედავად აქცია პარლამენტის წინ მაინც გაგრძელდა. ჩვენ შეთავაზეთ ნებისმიერი სხვა ადგილი რომ გაგრძელდეს დემონსტრაცია. გამომდინარე იქიდან რომ იცოდნენ რომ ჩვენ დაგეგმილი ქონდა რიგი ღონისძიებები და აქედან გამომდინარე შევთავაზეთ ნებისმიერი ადგილი. თბილისში გარდა ის ადგილები სადაც დაგეგმილია ღონისძიება. იმედია გაითვალისწინებთ. კვლავ პირდაპირ ეთერში ბრუნდება რუსთაველის გამზზე განვითარებული მოვლენების შედეგად დაღუპულია ერთი პოლიციელი. სამართალდამცველს ოპოზიციის ლიდერების ერთ-ერთი ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ესკორტი მაღალი სიჩქარით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა. კიდევ 19 დაშავებული კლინიკებშია გადაყვანილი, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ განცხადება 1 საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.